ცხელწერტილში დაღუპული მე-18 ქართველი ავღანეთში მყოფი კაპრალი მინდი აბაშიძე საბრძოლო ოპერაციას ემსხვერპლა. წინა შემთხვევების მსგავსად ინფორმაცია ახლაც გასაიდუმლოებულია. თავდაცვის სამინისტრო დღეს მხოლოდ სამძიმრის განცხადებით შემოიფარგლა. დანარჩენი დეტალები კი ამ დრომდე უცნობია. საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2009 წლიდან მონაწილეობს. ჰელმანდის პროვინციაში 1700-მდე ქართველი ჯარისკაცი მსახურობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1999 წელს დაბადებულ კაპრალ მინდი აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. ეს უკვე ავღანეთში ქართული მისიის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მე-18 სამძიმრის წერილია. თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარი ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმაც გამოუცხადა. საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში საბრძოლო ამოცანის შესრულებისას კაპრალ მინდი აბაშიძის გარდაცვალების გამო. მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და უთანაგზნობს მისახლობლებსა და თანამებრძოლებს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ჯარისკაცის საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას დაიღუპა. სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32 ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაურის ოჯახს და თანამებრძოლებს სამძიმარი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმაც გამოუცხადა. სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური კაპრალი აბაშიძე ავღანეთში ჩვენ სამშობლოს, ჩვენი შვილების სტაბილური და მშვიდობიანი მომავლისთვის იბრძოდა. უსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს და თანამებრძოლებს. უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში ქართული ქვედანაყოფები 2009 წლის ნოემბრიდან მონაწილეობენ. კაპრალი მინდი აბაშიძე უკვე მე-18 ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ამ ოპერაციის მიმდინარეობისას დაიღუპა. დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვა მხედრული პატივით, თუმცა მედიისა და საზოგადოებისთვის დახურულად მიმდინარეობს. საქართველოში რატომღაც ისე მიდიან, ისე ჩამოდიან ჩვენი გმირები, ისე ხდება ამ გარდაცვალებულების ჩამოსვენება, რომ საზოგადოებისთვის ეს აბსოლუტურად უცნობი რჩება. ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების გადმოსვენებისა და დაკრძალვის გასაჯაროებას უკვე წლების განმავლობაში აითხოვს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციაც. წლებია ვითხოვთ, რომ ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება პატივი მიაგოს იმ ჯარისკაცს, რომელიც მისი უსაფრთხოებისთვის მსახურობს ავღანეთში და არა მარტო მსახურობს, არამედ სიცოცხლესაც იღებს იმისთვის, რომ საქართველოში მოქალაქეებმა, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა მშვიდად იძინონ, ასე ვთქვათ. ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში დღეს 1700-მდე ქართველი ჯარისკაცი მსახურობს. რა დამოკიდებულება იქნება სამინისტროს მომავალ ხელმძღვანელობას ჯარისკაცთა გადმოსვენების საჯაროობასთან დაკავშირებით? ეს საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის დამტკიცების შემდეგ დადგება.